მოგეკითხეთ ჩვენ სუპრას, სხვადასხვა სოციქსელებიდან გეცოდინებათ, რომ დავიწყეთ სუპრის აწყობა და სად ვიქნებით თუ არა ტატოსთან. აი ამ უმშვენიერესი და უსწრაფესი გოლფის პატრონთან. გარშემოც ისეთი მანქანები დგას, რომ იგრძნობა აქაური აურა. ყველამ კარგად იცის ეს ბიჭი რას საკეთებს და შევხედავთ ეხა შიგნით რა არის. სურათებში კი უფრო კარგად ჩანდა, ეხა რაღაცები დაუშლია. რომ აკეთებს რა და არც გვინდა რომ ხელი შეუშალოთ და ტყუილად ავაწყოთ რაღაცეები და ვიდეოსთვის მოვაცდინოთ. ამიტომ რა მდგომარეობაშიც იქნება და როგორ მდგომარეობაშიც იქნება, შევიდეთ, ნახოთ. ორი სიტყვით ვილაპარაკებ, რა კეთდება, რა დგება, რა ტურბო დგება, რა ზომა დგება და რამდენცხენიანი. შევხედოთ და გავიგებთ რა არის და როგორია. რა დაიქოქა, რაღაც გენერატორი დაიქოქა. აგი სუბარუ დაიქოქა. დამოცივა. სმარტი ნახე. აი ეს არის ჩვენი კალიბრი. ის არის ჩვენი კონკურენტი სმარტი, რომელიც ფიქრობ რომ ცხვირს აწევს და ტრიბუნებამდე ცხვირ აწეული მივა. წამო არ გაგვიცივდეს ოთახი. ეს არის მეორე ბუბუს M3, რომელიც იყო იგივე ტურბოზე რაც ჩვენზეა, მაგრამ არ იყო twin scroll-ი და ეხლა ვაწყობთ twin scrolls. ამ მანქანამ დადო 1000 ცხენზე მეტი საბურავზე, ზუსტად ციფრი არ მახსოვს, მე მგონი 1031 ცხენი იყო საბურავზე. და უნდოდა კიდე რაღაცეების ჩასწორება და კიდე მოიმატებდა რა. ჩვენი უცხვირო სუპრა, ეს ტურბოს ცხვირის დამძიმდა და დავდებ თან წყარუნობს რაღაცა. ეს არის ჩვენი სუპრა. მოდი, განახო რა გაკეთდა, მე ავწიოთ ქვემოდანაც შევხედოთ. ეს არის ცხელი მხარე, ცივი მხარე არ უყენია. ცივი მხარეს დადგება სურათში, ჩავსვათ მე სურათებს რომ დადგება ცივი მხარეს, სანამ დამონტაჟდება და აიწყობა უკვე გამზადებული იქნება. გამსვლელი, რომელიც აიწყო სულ თავიდან, ანუ შუამდე მიდის აწყობილი გამსვლელი, იმიტომ რომ ტიტანის გამსვლელი, რომელიც ედგა იყო 80 მმ-იანი და ვფიქრობ, რომ არ მეყოფა და ნახევრამდე დაგჭირდა ამის შეცვლა და აწყობს დატო. კიდე კოლექტორი აიწყო და ეს არის გარე გეითები რა, რომელსაც ექნება აი თქვენ რომ მოგწონთ ხოლმე და ყველას რომ მოსწონს, აი გარედან რო გამოდის ხმა ან ანტილაგზე რო აქ ხმა დავადებთ რამე მანქანის ხმას და მიხვდებით. ვაპირებდით მაგას რომ გამსვლელში გაგვეშვა. იმიტომ რომ ძალიან ხმაურიანი არ ყოფილიყო მანქანა, მაგრამ რავი ბოლოს ყველა მის მირჩია და უფრო კაი იქნებოდა რომ დაბლა ჩამეშვა, იმიტომ რომ სინგლის ეფექტს ეგ უფრო კარგად ტოვებს რა. ხო, კიდე ტატო რა შვება? ტატო აკეთებს გაგრილებას ამ მანქანაზე, ამ წინა რადიატორს შევცვლით, დადგება უფრო დიდი, ავაწყობთ მაგასაც ხელით. სინგლი გამსვლელი დადგება კიდე. და კიდე რაღაცები უნდა გავუკეთებინა და დამავიწყდა. ტატო მიცის რა, ტატო გვეტყვის. ეს ტურბო არის G42 1200. საკმაოდ კაი ზომაა, დაახლოებით 1200 ცხენის ძალა აქვს ოპტიმალური, იმიტომ 1200. 1200 ცხენის ძალა აქვს
ან ოპტიმალური ცხენი შეგიძლია ამოიღო მაგდენი, მეტი შეგიძლია თუ გაწურავ და saved mode-ზე უფრო ნაკლებიც, მაგრამ პლუს მინუს 6 ცხენი ამოდის რა. ანალოგიურად ამ მანქანაზეც იგივე ტურბო იდგა. წეგან ვახსენე და 1031 ჰქონდა საბურავზე, რაც ძრავზე ზუსტ ციფრს ვერავინ ვერ გეტყვით, მაგრამ ან კოეფიციენტიც ზუსტი არასდროს არ არის რა, 18%-ს ვანგარიშობთ ხოლმე და 18%-ზე გამოდის. 1222 ცხენი ყოფილა საბურავზე, რაც ძრავზე გამოდის 1201 თუ 2 პლუს მინუს რა, ანუ რო გავივარაუდოთ 1200 ცხენის ძალა. ჩვენ არ მგონია მაგდენი დაგვჭირდეს. ფიქრობ, რომ 402-ისთვის 800 ცხენი საბურავზე სრულიად საკმარისი იქნება და მეორე მაპი გვექნება ალბათ 900-950 ცხენი საბურავზე რა. მოჭიდების პრობლემას რო არ შეგვექნას. ან 800 ცხენი წესით საკმარისი უნდა იყოს საბურავზე დასაძრავად და კაი დროის დასაწერად. პარალელი რო გავავლოთ მანდაც, M2-ზე გქონდა 750 ცხენის ძალა საბურავზე, ამაზე 50 ცხენით მეტი რო გქონდეს საბურავზე პლუს მანქანა 100 კილოთი მსუბუქია და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ M2-ში სადღაც 70 კილო მეშოქს დებდით ხოლმე და ვამძიმებდით სადღაც 100 კილოთი, 200 კილოთი მსუბუქი გამოდის M2-ზე. 200 კილოთი მსუბუქი გამოდის, პლუს მოჭიდება უკეთესი ექნება, გადაცემა უკეთესი ექნება და გაცილებით კაი დროები უნდა დაწეროს რა. ნუ წინასწარ ვერც ციფრს გეტყვით და ვერც დროს გეტყვით რა დროში უნდა იაროს, მაგრამ ტყუილად რო არ ვიწვალებდით, თქვენც ხვდებით, ველოდებით გაცილებით უკეთეს შედეგს. აქანე წეიწრო პატარაზე. აქამდე გამოვიყვანეთ ცოტა დიდი ტრუბა, აი ეს იყო რაც ჩვენსაც მოყვა და ეს არის ტიტანი თან და ალბათ 300-400 გრამი იქნება თავის ვებენდებით და ხეროსთან ვინც უყურა ჩვენ ვიდეოს, აი ამაში იხსნებოდა ხოლმე და იმიტომ გძვრებოდა გამსვლელი და აი ამაში იხსნებოდა ხოლმე რა კიდე და გრუჩტელი დასწრებდა დაბლა. ეხლა გავაკეთებთ ისე რომ გრუჩტელს მაღლა აიწევა, ატოს უთქმელად აუწევია თან მაღლა. გრუჩტელი მაღლა აიწევა, აღარს დაბლა აღარ მოედება, აღარს ნაპერწკლებს აღარ გაყრის და იმედია ცეცხლზე და ცოტა აგრესიულ პოპკორნზეც ვებენდებიდან არ გასკდება რა. ამებს თუ ვერ დაიჭირა ამ ახალმა ვებენდებმა, სავარაუდოდ შევცვლით ამებსაც და დავაყენებთ უკეთეს ხარისხს. საწვავის სისტემაც გამოწერილია, უკვე ამერიკაში ადგილზე მივიდა. ქონდა ორი ვარიანტი, ერთი იყო რომ გვეყიდა და მერე აქ აგვეწყო, ჩაგველაგებინა ნასუსები და ყველაფერი რა ჩვენ გვინდოდა. პლუს ქვედა არმირებული შლანგები, ფიტინგები და ყველაფერი და მეორე ვარიანტი იყო რომ თვითონ სუპრასი გვეყიდა full bolt-ონი საწვავის სისტემა, რომელიც ხდებოდა დაახლოებით $300-400 ცოტა ძვირი, მაგრამ აი არაფერზე სირბილი აღარ მოგვიწევდა, უბრალოდ მოხსნით ქარხნულს, ამოვიღებდით და დავაყენებდით რა, stage 3 საწვავის სისტემა გამოვწერეთ, პლუს მაგას 1750-იანი ფარსუნკები გამოვწერეთ port injection-ისთვის. B58-ებს აქვთ საწვავის პრობლემა, სულ, ან ნახე, gen 1 ქარხნულ ნასუსზე იღებს დაახლოებით 400 ცხენი რო ამოვიდეს საბურავზე, აი მანდაც ნასუსში უნდა გაგიმართლოს რა, აი ისეთი ნასუსი უნდა გეყენოს რა, ყვერებიანი და მერე აყენებ სუპრის ნასუსს, ახლა სუპრა ჩვენ და სუპრის ნასუსი ქარხნულად დგას, ან სუპრის ნასუსს ეძახიან, თორე იდეაში არის gen 2-ის ნასუსი რა, მეორე თაობა B58-ის ნასუსი. gen 2-ის ნასუსი, მაღალი წნევის ნასუსი ძლებს დაახლოებით 500-დან 550 ცხენის ძალაზე საბურავზე რა. ჩვენ 340 როცა გვყავდა, გვეყენა gen 2-ის ნასუსი და 555 ცხენი დავწერეთ საბურავზე. და ისეთი შემთხვევა ჰქონდა ბევრი, რომ სპირტი რომ მეტი მოგვივიდოდა პირველ დაჭერაზე ატლის
გვაძლევდა, ან საწვავის უკმარისობას გვაძლევდა, აუშვებდით და მეორე დაჭერაზე უკვე გაჰქონდა ხოლმე საწვავი. ეგ იყო სულ ზედა ლიმიტი რა. მაგაზე მეტი მე მგონი სუპრის ნასუსზე არავის არ დაუწერია, იმიტომ რომ სულ პრობლემა გვექნება. ეხლა მეორე 240 რომელიც გადავიღეთ, იმაზე 500 ცხენსაც არ გაცდა საბურავზე რა, მე წავით და დორჩის ნასუსი დავაყენეთ. ამაზე მაღალწნევას ვტოვებთ ქარხნულს, იმიტომ რომ ვაყენებთ port injections და შეუძლია იმას გაცილებით მეტი ჩაასხას რა. საწვავის სისტემა ფარსუნკები დგება 1750-იანი, არ ვიცი თქვი თუ არა. პლუს ბაგში 2 ნასუსი ემატება ქარხნულს და რასაც ვარაუდობთ, არ ვიცი, სულ გვეყოფა რა, 1500 ცხენამდე გაგვიძლებს ეს საწვავის სისტემა. საწვავის სისტემა გვაქვს, ტურბო გვაქვს მეტი ცხენისთვის, ძრავს გახსნა არ უნდა, ცივი კოლექტორი მანქანა რო ჩამოვიდა, ესევე შევცვალეთ. გვჭირდება გადაცემათა კოლოფი. გადაცემათა კოლოფი არის ამ მანქანაზე ერთ-ერთი ყველაზე ძვირი სიამოვნება. ტურბოზე და საწვავის სისტემაზე ძვირიც კი. Stage 1 გადაცემათა კოლოფი ადგილზე, პუბლიკის გარეშე ჯდება $5000. Stage 2 ჯდება 10000 და Stage 3 ჯდება $15000. ხო და ეხა ველოდებით რამე ალტერნატიულ გამოსავალს. Stage 1 ფიქრობ, რომ გვეყოფა, Stage 1 ძლებს 1000 ცხენს ძრავზე. ანუ უწერია რომ მაგდენს ძლებს რა, გარანტიას გვაძლევენ რომ 1000 ცხენს ძრავზე გაძლებს და სადღაც 100 და 150 ცხენს კიდე ჯიგრულ პონჩი წაუმატებთ ჩვენ რა, თუ საჭირო გახდა და პლუს ბუბლიკი გვჭირდება. ბუბლიკი გვჭირდება იმიტომ რომ ეს მანქანები ლანჩზე კარგად ვერ იძვრება, იძვრება ტრანსბრეიკით. ტრანსბრეიკით ბუბლიკი გვჭირდება, სადღაც 3000-4000-დან 4000 აბაროტამდე გაზი ტორმუზით მოვჭიმოთ. და შემდეგ მასე დავძრათ, რომ ლაქში არ ჩავარდეს მანქანა ადგილიდანვე რა. ადგილიდანვე მანქანა თუ ლაქში ჩაგვივარდა, სადაც გავამერეს პულზე ძალიან დაიწყეს ბუქსაობას და ეგეც არ გვაწყობს თან ჩვენ საფარზე, საშინელ საფარზე. ხო, წინა ვიდეოში ვთქვით, რომ M2 გაიყიდა, ვიყიდეთ ახალი მანქანა და კომენტარებში უნდა გამოგეცნოთ და გამოიცნოთ ჩემი ცოლის ბიძამ, რომელმაც იცოდა რა მანქანა ვიყიდეთ. მადლობა გელაზია რომ გიყურებთ. ვიყიდეთ M4 G82 competition-ი და არის თან X-Drive. ამერიკაში 2024 წლიანი, ჩვენთან 2023 წლიანი, რესტაილინგი, რომელიც იქნება ამ არხის მანქანა და ამ არხის სპონსორი. ეგ მანქანა რო გაიყიდება, ამ სუპრას მოხმარდება ეგ თანხაც როგორც M2-ის თანხა მოხმარდა. ჩაიტვირთა უკვე, პორტის სურათებიც მოვიდა. ველოდებოდით რომ აწყობილი იქნებოდა, იმიტომ რომ ჩანდა სურათში რომ წინა რადიატორი ეყენა aftermarket-ი და სპორტული. ასევე გამსვლელიც დგას სპორტული, ან დაუნფაიფები არ ჩანს, მაგრამ ქვემოდან გადავახებინეთ სურათი და გამსვლელი დგას სპორტული. რაზეც ძალიან გული გვწყდება, იმიტომ რომ X3M-ზე არ მიდის და ვინაიდან და რადგანაც ეგ მანქანა არის გასაყიდი და ჩვენ არ ვიტოვებთ ჩვენთვის, თუ რაიმე საინტერესო დეტალი ჩამოყვება და წავა X3-ზე, ორივე S58 ძრავია, ვიმედოვნებ და მინდა რომ ტურბოები ჩამოყვეს, პირდაპირ გადავკრეფავ X3-ზე რა. ნახოთ რა ჩამოვა, როგორ ჩამოვა, ჩაგიყრი სურათებს და ეხლავე ჩაგიყრი ამ ვიდეოს დასრულებისთანავე, რომ ჩაამატო მაგის სურათები. დღეს კი ამით გემშვიდობებით. შემდეგ ვიდეოში უკვე დავაყენებ საწვავის სისტემას და სავარაუდოდ უკვე ჩავწერთ base настройкას, რომ უბრალოდ ვიაროთ რა. ნახოთ საწვავის სისტემა რამდენ ხანში ჩამოვა და შემდეგ უკვე კოლოფზე რას გადავწყვეტავთ, რომელს ვიყიდით, რას ვიყიდით და რას დავაყენებთ, რისი ბიუჯეტი გვექნება. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა,
10,000 ნახვაზე მეც აგროვებს ხოლმე ვიდეო, ზოგ შემთხვევაში 20,000-აც და 4,000 გამომწერზე ვართ რა. ხო და ავიდეთ სადღაც 10,000 გამომწერზე, რომ სპონსორებმა ცოტა სერიოზული თვალით შემოგხედონ და რაღაც არხს წაადგეს რამე თორე მე ეს კონტენტს შევთავაზებთ. ხო, თორე ეს მანქანები მაინც აიწყობა და მაინც ხო, X-ი ჯერ არ ჩაგვარებია, დღეს 20 თებერვალია და ორ შაბათს უკვე არა დღეს რა დღეა? 4 შაბათი. შაბათს უკვე X-იც გამზადებული იქნება და დისკებზეც მოვიფიქრებთ რამეს რა, დისკებიც ჯერ არ გვიყიდია. მადლობთ ნახვამდის.